სამშვიდობისა თქვენ უყურებთ არგუმენტების დროს მეორე საზოგადოებრივზე მე ზვია დავალიანი ვარ. ემუქრება თუ არა საქართველოში დღეს საფრთხე სიტყვის თავისუფლებას და ვინ რა მოტივით მივიდა გუშინ რუსთაველის გამზირზე ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიერ ორგანიზებულ აქციაზე. არის თუ არა კავშირი ბოლო პერიოდში სხვადასხვა მედია საშუალებებში განვითარებულ რეზონანსულ ბიზნესებს შორის და ვის ინტერესებში შედის რყევები ქართულ ტელემედიაში ამ კითხვებზე პასუხების მოძებნას ვეცდებით ჩვენ დღეს ჩვენი გადაცემის პირველ ბლოკში ჩვენი სტუმარი კი ანალიტიკოსი საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია იქნება. სამშვიდობისა არჩილ, დიდი მადლობა პირველში მოგზაურობისთვის. მრავალმხრივ საინტერესო რესპონდენტი ხარ დღეს ძალიან ბევრ თემაზე მინდა მოვისმინო მოვისმინოს საზოგადოებას აქვს სურვილი მოვისმინოს თქვენი პოზიციები, მაგრამ მინდა ვიდრე მედიაზე გადავიდოდე, მაინც საპატრიარქოს თემით დავიწყო ჩვენ დღევანდელი საუბარი. პრინციპში საპატრიარქოში თუ საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებული სკანდალი გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით რომ დაიწყო არც მეტი არც ნაკლები თქვენი პოსტით. Postით არ დაწყებულა პროცესი თავისი დაიწყო. პროცესი თავისი დაიწყო, მაგრამ ჯერ კიდევ კონკრეტულ თემას მიუძღვენი. მაგრამ თქვენ ჯერ კიდევ 8 თებერვალს დაწერეთ, უბრალოდ გააფრთხილეთ საზოგადოება, თუ შეიძლება ასე ითქვას, რომ გაქვთ ეჭვი, რომ პატრიარქის სიცოცხლე საფრთხეს შედა მართლაც 8 თებერვალს მე წარმოვადგინე მოსაზრება, რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით, ეს არის კონკრეტულ წყაროზე დაფუძნებული ინფორმაცია, ეს სხვადასხვა ზოგადად ინფორმაციასა და რეალობაზე დაფუძნებული მოსაზრება, გარკვეულმა ფაქტორებმა მე შემიქმნეს ეჭვი, რომ იყო მაღალი რისკი იმისა, რომ პატრიარქის სიცოცხლეს, ისე როგორც ალბათ სხვადასხვა დროს ხშირად, ამჯერადაც ემუქრებოდა საფრთხე და მე ეს გამოვხატე საჯაროდ, გამოვხატე პრევენციის მიზნით. მე არ მქონია მართალითად ილუზია რომ სახელმწიფო ამაში სამს კვალიფიკაციას მისცევდა თქვა პროკურატურა შემდგომ თითქოს დაგაკეთდა, მაგრამ თავიდან ვივარაუდე, საერთოდ ჩვენთვის თავარი იყო რომ პატრიარქი ყოფილიყო ცოცხალი და სახელმწიფოს თუ კი მანამდე მაინც მისი დაცვის და უსაფრთხოების თემა გარკვეულ რუტინაზე იყო აგებული, ანუ ყოველდღიურ რეჟიმზე, განსაკუთრებული ძალისხმევისათვის მიემართა, რაც საბედნიეროდ შემდგომ ასეც აღმოჩნდა და ყველაზე მთავარი პატრიარქი პატრიარქის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დღეს რამდენიმე ახალი პრინციპში ამ საქმეში ყოველდღიურად ახალი დეტალების გახსნეს მოწმენი ვხდებით. დღეს მაგალითად ასევე რამდენიმე პრინციპში სენსაციური განცხადება გაკეთდა და მნიშვნელოვანი, მათ შორის ახალი ადვოკატის მიხეილ რამიშვილის მიერ გაკეთდა განცხადება, რომ არავითარი საფრთხე პატრიარქის სიცოცხლეს არ ემუქრებოდა არასდროს და საქმე საერთოდ აღზრულია ქალბატონ შორენა თეთრუაშვილის მოწამის მცდელობისთვის. კიდევ რამდენიმე დეტალი გახდა ცნობილი ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე. როგორ ფიქრობთ, არჩილ, მაინც ეს ყველაფერი რა შთაბეჭდილებას გიქმნით? მაინც რჩებით იმ პოზიციაზე, რომ სერიოზული დანაშაული პატრიარქის წინააღმდეგ იქნა აღკვეთილი, თუ რაღაც მაინც გაუგებრობა იყო, რომელიც გაირკვევა? პირველი დაცვა თუ ბრალდება, როგორც წესი, არის პროცესის მხარეები. ამიტომაც მხარე როგორც წესი აკეთებს თავისთვის სასურველ განცხადებას. ამიტომ მას მე ყოველთვის პირობით მაჩვენებლად აღვიქვამ. ამიტომ პროკურატურა რას იტყვის, ან დაცვის მხარე რას იტყვის, მე ამ ინფორმაციას რეალურად არასოდეს ვიღებ და და ყველას მოუწოდებ, რომ მხარეების ინფორმაცია იცოდნენ, რომ მოტივირებულია და არ მიიღონ ის ასე მარტივად. შესაბამისად, დაცვის მხარე დღეს იყენებს და მეც მათ ადგილას ასე გამოვიყენებდი დუმილის სივრცეს, როდესაც პროკურატურა დუმს, ბუნებრივია საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე მუშაობს დაცვის მხარე. შესაბამისად, ამგვარი ტიპის განცხადებები სავსებით შესაძლებელია იყოს მოტივირებული ამ კუთხით. ორი ვერსია შეიძლება განვიხილოთ, პირველი მართლაც იყო თუ არა ამ შემთხვევაში პატრიარქის ლიკვიდაციის მცდელობა, რაც ჩემი ღმერთმენ, რაც დრო გადის, მით უფრო მეტად ფიქრობ, რომ ჩემი ეჭვი თუ ჩემი მოსაზრება ბევრად ნამდვილად რეალისტური იყო, დიახ, იმიტომ რომ ამისი ძალიან ბევრი არგუმენტი მაქვს, რომელიც საჯაროდ არაერთხელ გამოვთქვი ბოლო პერიოდში, მაგრამ მეორე მხრივ მე არ გამიკვირდება, რომ თუ სახელმწიფომ შეხედა თავის ძალისხმევას და ვარაუდობს, რომ მას არ შესწევს ძალა, არც ნება, გამოიძიოს ეს საქმე ბოლომდე, რეალური საქმე. დიახ, იმიტომ რომ დაკავებულ პირს თავი დავანებოთ, ის შესაძლოა იყოს დამნაშავე, შესაძლოა არ იყოს დამნაშავე, მაგრამ ამ ფაქტის გარშემო რომ ჯაჭვია, საკმაოდ ვრცელი ჯაჭვი ჩემი აზრით გამოსავლენი და რომ ამ გამოვლენის პროცესში სასწრაფოდ შესაძლებელია
არა დეკანოზების დონეზე, არამედ მაღალი სასულიერო იერარქიის და კიდევ ბევრად უფრო სხვა რთული კვანძების დონეზე გავიდეს გამოძიება, მე ვფიქრობ, შესაძლოა სახელმწიფოს არ აქვს იმედი, რომ ამ ყველაფერს ის გამოიძიებს, ან რაღაცა სხვა ტიპის და შესაძლოა პროცესები წაიყვანოს უფრო უმტკივნეულო. კი, მე თავიდან ვთქვი, პირველივე განცხადება, როდესაც ასე ვთქვათ, ჩემს მოსაზრებას მოყვა რეაქციის დონეზე, ვთქვი, რომ მე ვეჭობ, რომ სხვა სახელმწიფო პროკურატურას განცხადებაც არ ქონა გაკეთებული, რომ ეს კვალიფიკაცია მისცენ მეთქი, უბრალოდ თავარი შეიძლება მოხდეს პრევენცირება პროცესის, პატრიარქის გადაარჩინონ და შემდგომ ვთქვათ, შესაძლოა დამნაშავე პირები განარიდოს სხვადასხვა ფორმით, მაგრამ სახელმწიფო მსგავსი ფაქტი არ შეიმჩნევს როგორც პატრიარქის ლიკვიდაციის თემა. ხოლო მეორე მხრივ, შემდგომ რა კიღა ეს კვალიფიკაცია მისცა, მე ვთქვი, რომ მე თუ ნახავთ, განცხადება გავაკეთოთ მაშინვე, რომ იმედია ეყოფა პროკურატურას უნარი, რომ არ დასჭირდეს ამითი ლავირება, მოდიფიცირებაზე ზრუნვა ამ კვალიფიკაციას და შემდგომ არ აღმოჩნდეს, რომ ეს კვალიფიკაცია იმას არ გულისხმობდა, თქო, პრაქტიკულად ზუსტად ასეც მოხდა და ამიტომ პერეკვალიფიცირების პირობები ჩანდა და შესაძლოა ეს პერეკვალიფიცირების რეჟიმში გადავიდეს სახელმწიფო. ახლა საერთოდ გაჩნდა ვერსია, რომ შესაძლოა პატრიარქის თხოვნა იყოს ისეთი, რომ პროცესები დაილუქოს, დამნაშავეებს მიეტიოს, მაგრამ ჩემი პირადი, როგორც მოქალაქის პოზიცია, როგორც ეკლესიის მრევლის წევრის მორწმუნე ადამიანის, ვთქვათ, პატრიარქი სულიერი მამა არის და სახელმწიფო არის საქართველო, რომ სახელმწიფო მიუხედავად იმისა, ვინც თხოვს სახელმწიფოზე მაღლა ვერ იქნება ვერავინ და ამიტომ პატრიარქის ნებიც საწინააღმდეგოც რომ იყოს მისი სიცოცხლის თემა აუცილებლად უნდა და იქნას გამოძიებული. რაც შეეხება დარტყმას, ამ დღეებში ცხადია ძალიან ბევრს საუბრობთ იმაზე თუ ვინ რამხელა დარტყმა მიიღო ამ სკანდალით ზოგადად. ფაქტია რომ საპატრიარქო მიიღო ნებისმიერ შემთხვევაში როგორც არ უნდა დასრულდეს ეს პროცესი, ეს ისტორია ზოგადად ძალიან სერიოზული დარტყმა მიიღო, იმიტომ რომ გამოიკვეთა ის წინააღმდეგობები და ის პრობლემები, რაზეც ძალიან დიდი ხანია მიდის საუბარი, მაგრამ აი ესეთ კრიტიკულ მომენტამდე ჯერ არ მისულა. და მეორე მხრივ ხელისუფლება. საუბრობენ იმაზეც, რომ ხელისუფლებამ ძალიან არაადეკვატურად უპასუხა აი ამ კვანძის აი ამ გახსნას. თქვენ როგორ ფიქრობთ? პირველ რიგში საპატრიარქოს კონტექსტში რა რეპუტაციული დარტყმა მიიღო, ან მიიღებს საქმის გაგრძელების შემთხვევაში საპატრიარქო, ძალიან ბევრი შიდა დაჯგუფებები გამოიკვეთა უკვე. ძალიანაც კარგი. იმიტომ რომ ეს საერთო ჯამში ეკლესიისთვის არის უნიკალური პროცესი. ეკლესია არის რელიგიური და სოციალური ორგანიზაცია სახელმწიფოში. რელიგიური ინსტიტუციის ფარგლებში მას ყოველთვის აქვს დიალოგი მრევლთან. ეს არის ეკლესიაში ურთიერთობა, მაგრამ როგორც სოციალური ინსტიტუტს ეკლესიას საზოგადოებასთან ურთიერთობა პრაქტიკულად არ ქონია. ამიტომ ეკლესიის კარი ახლა გაიყო პრაქტიკულად და როგორ გითხრათ, მე ასეთ შემთხვევაში ეს მეტაფორა მაქვს, როგორც პატარა ბავშვი იწყებს სიარულს და ხშირად ეცემა, იმიტომ რომ ჯერ სიარული არ იცის, ისე ცოტა დამთქმუნელია, ცოტა მტკივნეულია, მაგრამ აი ასე გაიხსნა ჯერ დიალოგის და ჯერ სრული უკიდურესი სიჩუმე, ახლა უკიდურესი ღიაობით გამოიხატა, ხო? ერთი ჩვენი მოქალაქე აღშფოთებულიც ასეთი გულახდილობით თუ გახსნილობით თუ ღიაობით თუ ასე ვთქვათ, საკუთარი აზრებს ასეთი ზედმეტად თავისუფალი გამოხატვით სასულიერო პირების მხრიდან, მაგრამ ეს აი ის პროცესია, როდესაც ეკლესია როგორც სოციალურმა ინსტიტუტმა გაახსნა კარი და ძალიან კარგია. საერთო ჯამში თუ კი საზოგადოებას უფრო ადეკვატური დამოკიდებულება ექნება და ეცოდინება რომელდღიურთ არს უნდას ეს პატივი როგორ რა ნდობის რაოდენობით უნდა საზოგადოება ჯერჯერობით დაბნეულია საერთოდ ვერც კი გაერკვა რა ხდება ვინ ვის წინააღმდეგ იბრძვის რამდენი კლანი გამოიკვეთა ეს საკმაოდ მარტივად შეიძლება ვერ დავალაგოთ ჩვენ რამდენი კლანი ჩვენ თავად ვერ დაალაგონ ისეთი მოძრავი იყოს შიდა კლანები შიგნითვე და ერთმანეთის სოლიდარობა ისეთი ცოცავი იყოს ეპისკოპოსების მხრიდან მაგრამ ჩვენი ნდობის საზომი ბევრად უფრო ბუნებრივი გახდება, ვიდრე ის რაღაცა ძალიან გადამეტებული ნდობა, რომელიც შეიძლება ქონოდა ეკლესიას. და ძალიან კარგი რომ გავაცნობიერებთ, რომ აქაც არიან ადამიანები, მივცემთ მათ უფლებას, რომ ხანდახან იყვნენ შემცდარები, ხანდახან იყვნენ უღირსოებიც, ხანდახან იყვნენ არასწორებიც. ეს არის ძალიან ჩვეულებრივი მომენტი. და ხანდახან როგორც ჩანს იყვნენ დამნაშავეებიც კი. სავსებით შესაძლებელია, იმიტომ რომ იქ ცოცხალი ადამიანები მუშაობენ, ბუნებრივია და მოღვაწეობენ. ამიტომაც ეს ეკლესიისათვისაც ძალიან კარგი არის, ჩვენთვისაც ძალიან კარგი არის და თუ რეპუტაცია ბევრად უფრო შეუმცირდება, დადებითი რეიტინგი ეკლესიაში შეუმცირდება, ასამაში არ არის ტრაგედია, იმიტომ რომ ხვალ ეკლესიას ქნება მეტი мотиваცია, რომ დაიბრუნოს თავისი მრევლი და კიდევ უფრო მეტი
მოტივირებით გააგრძელებს თავის მოღვაწეობას. ამიტომ ცოტა გარედან რო შევხედო ამ პროცესს, საბოლოო ჯამში ეკლესიაზეც დადებითად აისახება. გააჩნია ხა ეს ყველაფერი კიდევ როგორ გაგრძელდება, თუ თვითონვე ძალიან მძიმე დარტყმებს არ მიაყენებენ, ხა გააჩნია შეიძლება ჩვენ ბათქაშიც ჩამოვანგრიოთ გაბზარულს და შეიძლება კედელიც მივაყოლოთ, ხო, სახლში რემონტის დროს. მაგრამ თუ ეს ყველაფერი სწორად წარიმართა, ეკლესიაც მოიგებს, სახელმწიფოც მოიგებს, მრევლიც და ზოგადად მოქალაქეც. ხო, სახელმწიფოს პოზიციაზე მინდოდა ასევე დამეზუსტებინა სახელმწიფოს რეაქცია რამდენად ადეკვატური იყო ან არის თქვენი აზრით, უკვე არის მოთხოვნა ოპოზიციის მხრიდან რომ მთავარი პროკურორი გადადგეს, უფრო მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობაზეც მოგვისმენია უკვე, გვესმის უკვე საუბრები და ესეც არ არის ალბათ საკვირველი, იმიტომ რომ სახელმწიფო თავიდანვე ჩაერთო ამ პროცესში, ჩართული აღმოჩნდა, ვერც დადგებოდა ალბათ განზე, რამდენად ადეკვატური იყო ეს ჩართვა. ამ შემთხვევაში ოპოზიცია უპირველეს ყოვლისა არაადეკვატურია, თავად ოპოზიცია, იმიტომ რომ არანაირი მოცემულობა მოითხოვოთ დღეში გენერალური პროკურორის გადადგომა, თუნდაც მას ბრალი დარდო დასდო არც ისე ზუსტად ფორმულირებულ ბრალდებაში, ანუ ამის გამო ახლა პროკურორები არსებობს. საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში და შეყვანა ეს არის ინტერპრეტაცია და უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევაში. პროკურატურა ბრალმდებელია ის, ვისაც დააკავებს ბრალს დასდეს, რა არის აქ, როდის ყოფილა სხვანაირად. ეს არგუმენტია. ხო, ამიტომ ბუნებრივია პროკურატურა ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს კრიტიკის საგანი, მაგრამ ძალიან წუხა, როდესაც ოპოზიციური პარტიები საქართველოში, ზოგადად გინდაც მართველი პარტია ზოგი შემთხვევაში ვერ დგებიან პარტიული ჩარჩოების მაღლა, სახელმწიფოს ვერ გრძნობენ და ყველა თემიდან ცდილობენ პარტიული დივიდენდი მიიღონ. იპოვნეს თემა ახლა სახელმწიფოსაც მნიშვნელოვანი თემაა, მაგრამ იპოვა ოპოზიციამ თემა, რომ ხელისუფლებას დაარტყას და იქნებ თვითონ რაღაცა მოიგოს და თვითონ თუ ვერ მოიგებს ხელისუფლებას მაინც დააზიანებს. ამას იყენებს, იმას კი არ უყურებს, რომ აქ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესთან გვაქვს საქმე. ამიტომ ჩემთვის დასანანია, როდესაც ოპოზიცია ასეთი მდარეა და სამწუხაროდ ვერ გამოხატავს საკუთარ თავს სახელმწიფოებრივად. რაც შეეხება სახელმწიფოს ბუნებრივია არ გამოჩნდა მზად. პირველი ალბათ იმის გამო, რომ ჩემი გადასახადი და ყოველ შემთხვევაში ის იყო ბევრად უფრო რეალისტური თავდაპირველ კვალიფიკაციაში. როდესაც საუბრობდა რომ ავირიდეთ თავიდან ძალიან სერიოზული დანაშაული სპეციალური სამსახურის უფროსი არ წავა თუნდაც პატრიარქის თანაშემწის დასაცავად. ასეთი წარმომადგენლობითი დელეგაცია პატრიარქს არ ქონია ბევრად უფრო მძიმე ჯანმრთელობის დროს. ესე იგი საგანგებოობა მის წასვლას გერმანიაში უკვე ახლდა იქვე და ამდენი ეპისკოპოსი გვერდით თავისთავად გულისხმობს რომ იქ საგანგებოდ იყო მოხდი ასე ვთქვათ აწეული. როდესაც ამას აკეთებს ბრიფინგს ასე ვთქვათ გენერალური პროკურორი შეიძლება აკეთებდეს როგორ გითხრათ აი რომელიმე მინისტრის ლიკვიდაციის შემთხვევაშიც კი შეიძლება მოადგილემ გააკეთოს განცხადება, მაგრამ როდესაც მოადგილეს კი არა, გენერალური პროკურორი აკეთებს განცხადებას. ესე იგი ეს თამასა ბევრად მაღლა არის საწეული, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად იცოდნენ რა თქოს, უბრალოდ აქ ჩაერთო ცოტა სხვა მომენტი, აი მისი ასე ვთქვათ, კეკლუცობა საზოგადოებასთან, რომ ხელისუფლება მას წაიკეკლუცა და ძალიან არასწორადაც მათ შორის პროკურატურა გასაგებია რომ ბრალსდევს, მაგრამ ხელისუფლებას უნდა იყოს ტვინი და შეგნებაც საიმისოდ რომ პროკურატურა ვისაც არქმევს დამნაშავეს თვითონ არ უნდა დაარქვას ამის მორალური და სამართლებრივი უფლებაც კი არ გააჩნია მათ შორისაც პრემიერმა. ანუ ხელისუფლებამ ამ შემთხვევაში აღმასრულებელმა ხელისუფლებამ გადაამბლაშა. რა თქმა უნდა გადაამბლაშა, მათ წაიკეკლუცა საზოგადოებასთან იმის თავის მოწონებით, რომ აი ჩვენ რაღაც საოცრება გავაკეთეთ და ამ ყველაფრის პასუხისმგებლობა უკვე შემდგომ გაჩნდა. იმიტომ რომ ეს საკმაოდ რთული თემა არის ბუნებრივია და შესაბამისად ყოველ შემთხვევაში თუ ხელისუფლება ამ შემთხვევაში გახდება კრიტიკის საგანი, სავსებით მივესალმებ, იმიტომ რომ ძალიან მკვეთრი კრიტიკა ეკუთვნის, პროკურატურასაც ეკუთვნის შესაძლოა კრიტიკა იმ მხრივ რომ დაბნეულობა შეუწყეს ხელი და რაღაცა ცოტა პარალიზებულია პროკურატურა. შეიძლება იმიტომ რომ პატრიარქს ელოდებოდა, თუმცა მე ჩემი აზრით რომ პროკურატურა უნდა მუშაობდეს და არ ელოდებოდეს პატრიარქს, იმიტომ რომ ის არის სახელმწიფო და სახელმწიფო არ უნდა აყოვნებდეს პროცესს არც ერთ შემთხვევაში, მით უმეტეს ასეს თემაზე. და მაგრამ რაც შეეხება გადადგომის მოთხოვნას, ეს კიდევ უფრო არაადეკვატურია, ვიდრე ხელისუფლების ქცევა. გასაგებია, საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ პროცესებს ბუნებრივია მივადევნებთ თვალყურს და ფიქრობ კიდევ არაერთი საინტერესო რაკურსი გაიხსნება ამ მიმართულებით. მედიის თემაზე მინდა გადავინაცვლოთ ახლა და ვისაუბროთ პირველ რიგში გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით. გუშინ თქვენ იყავით აქციაზე, რომელიც რუსთავი 2-ის ორგანიზებით ჩატარდა რუსთაველის გამზერზე. ამის გამო ძალიან ბევრი კრიტიკული შენიშვნის მოსმენაც მოგიწიათ.
განმარტებაც და ახსნა იმისა თუ რატომ იყავით იმ აქციაზე ესეც წავიკითხეთ, რომ თქვენ მიიჩნევთ რომ დღეს, როდესაც ხელისუფლებას აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, კრიტიკულად განწყობილი მედიის არსებობა არის აუცილებელი. როგორც წესი არ გაჩერებთ, ამ შემთხვევაში მე რუსთავიორს პირიქით ხაზი გავუსვირო. არ ცნობ როგორც კრიტიკულ მედიას. რუსთავიორის კრიტიკასთან არაფერს საერთო არ აქვს. რუსთავიორი არის ჩვეულებრივი პოლიტიკური მხარე ხელისუფლებისთვის, რომელიც მედიას იყენებს როგორც ინსტრუმენტს. ხუმრობდით კიდეც გუშინ სხვათა შორის მათ შორის აქციაზე, რომ ხვალზე შეიძლება პარტიად რომ გადააკეთოს, სავსებით შესაძლებელია რუსთავიორის ძირითადი გუნდი ზეგ ხელისუფლებას, ასე ვთქვათ, პარლამენტში წარმოაჩინოთ. ხაზს გასმა იმაზე გავაკეთე, რომ ეს არის წინააღმდეგობრივი, ეს არის ხელისუფლების მტერი მედია, მაგრამ საჭიროა. შეიძლება იყოს მტერი საჭირო. პირველი მტერი შეიძლება იყოს ხელისუფლების ამ შემთხვევაში. მტერი საჭირო იყოს, იმიტომ რომ 2012-დან 2015 წლამდე საქართველოს მედია პლურალიზმი ისეთი გახდა, როგორც ალბათ არ ახსენდება საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში. შევარდნაძის მმართველობის პერიოდის შესაძლოა. თუმცა მაშინ ამდენი მრავალფეროვნება და რაოდენობრივობა არ იყო და მათ შორის სიხშირეების კუთხით, ბევრი სხვა ტექნიკური კუთხითაც ამის საშუალება არ იყო. როგორც კი ყოფილი პრემიერი ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, ეს საკითხი იმდენად ჩქარა და სწრაფად დაიძრა და განვითარდა, რომ პრაქტიკულად ძალიან დიდი ნახტომი გააკეთა სახელმწიფომ. აი 2015 წლის მერე, როგორც კი დაიწყო წინა საარჩევნო პერიოდი, მედიაში მოდი რბილად რომ ვთქვათ, უცნაური გადაადგილებები ვნახეთ, უცნაურად გადაცემების დახურვა, უცნაურად არხების რაღაცა გაერთიანება, თუმცა ვერ შედავებოდი კანონის ფარგლებში, იმიტომ რომ ეს კერძო კომპანიებია და როგორც კერძო ბიზნეს კომპანიები მათი მართვის თავისუფლება მფლობელებს გააჩნიათ, მაგრამ როდესაც მედიას ეხება საქმე, ეს მინიმუმ რაღაცა სენსიტიურია, პოლიტიკურად სენსიტიურია. უცნაურ სტაბილიზებას ტოვებს, იმიტომ რომ საერთო ჯამში ვიცით, რომ მედია დღეს მომგებიანი არ არის და ისაც ვიცით, რომ საერთო ჯამში გარკვეულწილად პოლიტიკური ინსტრუმენტია და რადგან რაღაცა ასეც ცვლის, მით უმეტეს და პოლიტიკური ფულით რეალებს მედიაში, როგორც ამბობენ. და რეიტინგულ გადაცემას ვთქვათ, როდესაც ხურავ ან ასე შემდეგ, ხედავ, რომ ეს პროცესი რაღაცა მიზნებს ისახავს. მაგრამ ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ეს იყო საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებული თემა, როდესაც ძალიან დიდი ეჭვი და დღითი დღე იზრდება ეს ეჭვი, რომ ძალიან წააგავს საზოგადოებრივ მაუწყებელთან ურთიერთობა, ვთქვათ, იმედთან ურთიერთობას. მართალია ტანკებით არავინ შემოსულა, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ როგორც იმედის უზურპაცია მოახდინა, ასე ვთქვათ, თავის დროზე ხელისუფლებამ, დღეს მე ამგვარ მეტაფორას ვხედავ, ოღონდ რბილი ძალის ფარგლებში, როგორც ჩარეცხეს მაშინ, ჩვენ ეს ტერმინი გვახსოვთ, ასე ვთქვათ, სააკაშვილის დროიდან, ხო? ჯერ კიდევ. რასაც ჩვენ ვადევნებთ თვალყურს, საზოგადოებრივ მაუწყებლის მთელი სათანამშრომლო ჩარეცხილი აღმოჩნდა. ესეთ მიდგომით, რომ თქვენ ამ წლების განმავლობაში არაფერი გიკეთებიათ, ფული ჭამეთ მარტო და არაფერი საინტერესო თქვენ არ გაგაჩნიათ, ეს მიდგომები, რაც მე ვნახე, მე დავინახე მიხეილ სააკაშვილის სახე, როგორ ლაპარაკობდა. და როდესაც ამ ტენდენციებს ხედავთ, დღეს არსებობს იბერია, კრიტიკული მედია სხვათა შორის და პირიქით იბერიას ძალიან ბევრი ერჩის, რომ თქვენ ხო ამ ხელისუფლების პირობებში ხელახლა ასე ვთქვათ რეაბილიტირდით მოგეცათ მუშაობის საშუალება. ასეთი კრიტიკული ხო? არსებობს TV პირველი, რომელიც ძალიან საქმიანი და ძალიან კრიტიკულია, არსებობს ტელეკომპანია კავკასია, რომელიც ასევე კრიტიკულია, საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელსაც ყველაფერი შეიძლება არ ხარისხი არ მოგეწონოს ან მაყურებლის რაოდენობა, მაგრამ პოლიტიკურ მხარეს და მით უმეტეს ხელისუფლებას რო ვერ დავინახავდით აქამდე, ეს ფაქტია, მაგრამ მე პირველ რიგში წავედი იმის გამო, რომ ამ შემთხვევაში ეს არხები დავიცვა. იმიტომ რომ რუსთავიორი როგორც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ძალა, პროვოკაციული, პოლიტიკური მხარი, დიდი ფინანსებით, მძლავრი შესაძლებლობებით, ამათ თუ ასე ვთქვათ, მოერევიან შესაბამისად ყველა სხვა დანარჩენი, რომელიც ჩემთვის დიდი გულშემატკივრობის სივრცეა და ჩემ პარტნიორ ტელეკომპანიებიც კი, რომელთანაც მე ძალიან აქტიურად თანამშრომლობ დღემდე. ისინი ბევრად უფრო ადვილად იქნებიან დაუცველები ხვალ და საკონსტიტუციო უმრავლესობის პირობებში ეს ძალიან მარტივად შეიძლება გაკეთდეს. იმიტომ რომ დღევანდელი ხელისუფლება იყენებს გამოცდილებას, რაც ჰქონდა წინა ხელისუფლებას და მშვიდი პროცესით ახერხებს ამ ყველაფერს, ვიდრე მაინც და მაინც სხვა ტუტიფარი უხეში განცხადებებით. ამიტომ ბოდიში რეალ ამ შემთხვევაში რუსთავი 2 აქციაზე წასვლა. მიხარებსა რომ შემდგომ ქართულმა ოცნებამ, ხელისუფლებამ ლამის ადამიანები დაიქირავა, რომ ჩემზე ნეგატიური, ასე ვთქვათ, შეტევა განეხორციელებინა, პრინციპულად მივეცი საშუალება, რომ ეს ყველაფერი გამოეხატათ, რომ დამენახა, როგორ მუშაობს ხელისუფლება ამ შემთხვევაში და ეს აშკარად სახელისუფლებო სივრციდან მოდიოდა, ზოგი საჯარო უწყების თანამშრომელი იყო და ასე შემდეგ, ყველას მივეცი საშუალება და მე დავაკვირდი ზოგიერთს, ხო?
საქმე იმაშია, რომ სწორედაც რუსთავიორის აქციაზე წასვლა, ჩემთვის რუსთავიორზე მეტად კიდევ იყო ამ ტელეკომპანიების გადარჩენისათვის გადაწყვეტილი. ანუ ზოგადად მედიის სიტყვის თავისუფლების დაასაცალა. სხვა მედია საშუალებში უფრო მეტად სიტყვის თავისუფლების, მაგრამ თუნდაც რუსთავიორის ძალიან მეტოქეობრივი, ძალიან ნეგატიური და ძალიან პროვოკაციული შემტევი უნარისადმი. იმიტომ რომ ხელისუფლებას ეს შემტევი უნარი დღეს თვითონ სჭირდება, რომ გამოფხიზლების რეჟიმში იყვნენ და არ მოდუნდნენ. ეს მუხტი რომ ჩაქრეს, რაც რუსთავიორს გააჩნია დღეს, რომლის საინფორმაციო პოლიტიკა ჩემს მიუღებელია, რომლის გენერალურ დირექტორთან პირადი კონფლიქტი მაქვს, რომლის ჟურნალისტები 24 საათი ლანძღავენ. მე ამ შემთხვევაში, როდესაც ვხედავ და იქ მე მივედი აქციაზე, თქვენ წამოვიდგინეთ, სადაც ვხედავდი გარშემო ადამიანს, რომელსაც ძულ ვარ. მithumetes პოლიტიკოსებს გუშინდელ დღემდე. ხო, არ ვიცი, მაგრამ ხო, რომელსაც ზულდი, რომელსაც მარტო ცუდი აქვს ჩემზე ნათქვამი, მივედი იქ და ავიტანე ეს სიტუაცია, იმიტომ რომ ამ არხს, რომელსაც კაცმა ერთის საბოლოო ჯამში ამ არხის კანონიერი მმართველის ამ საკითხში გარკვევა ხო, ძალიან რთულია. მე რომ ვიცოდე, რომ ცალსახად მე ვიცი ცალსახად და სულ ამბობდი და კიდეც გამეორებ, რომ არ მჯერა რომ დღევანდელი ფლობელები, კანონიერი ფლობელები არიან, პრინციპში გარავის ჭირა და მეგონი თვითონაც არ ჭირათ, მაგრამ თემა და პრობლემა იმაშია, რომ არც ის არის დამაჯერებელი, ვინც მეორე მხარეს დგას. და ამ ყველაფერს აქვს პოლიტიკური შემადგენელი. ხო, რომ მეორე მხარე, ვინც მას ებრძვის, ცალსახად მართალი მხარეა და ის არის აპრიორი კანონიერი მემკვიდრე ამ ტელეკომპანიის, ამ შემთხვევაში მე ისევ რუსთავიორის წინააღმდეგ გავაგრძელებდი ძალისხმევას. როდესაც ეს კონტურები არ შეიცავს სიმართლის დიდ წილს, ამ შემთხვევაში მე ვაიძულებ ჩემ თავს, დავდგე ემოციებზე მაღლა და დაუჭირო ტელეკომპანიას მხარი, რომელიც დღეს არის შემტევი ძალა ხელისუფლების მიმართ, რომელიც არ მისცემს საშუალებას პატარა შეცდომა ჩაადეინოს, იმიტომ რომ ტყუილებს აწერს ხელისუფლებას და რეალურ შეცდომებს მით უმეტეს არაპატიებს, ხო? ამით და აქედან გამომდინარე ყველა სხვა ტელეკომპანია, რომელიც ნამდვილად ბევრად უფრო ჩემი დიდი სოლიდარობის სივრცეა. არჩილ, თქვენ მკვეთრ საზღვარს ავლებთ მედიის თავისუფლების კუთხით 2015 წლამდე პერიოდსა და 2015 წლის შემდგომ პერიოდს შორის. ან კიდევ ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდსა და შემდგომ პერიოდს შორის. რა გვაძლევთ საფუძველს იფიქროთ, რომ დაუშვათ ამ კუთხით სერიოზული განსხვავება ბიძინა ივანიშვილსა და შემდგომ პრემიერებს შორის? ბიძინა ივანიშვილი რამდენადაც ვიცით, ყოველ შემთხვევაში საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი დღესაც დარწმუნებულია, რომ მართავს პროცესებს საქართველოში და დღეს იმდენად სერიოზული პროცესი, როგორც არის დაუშვათ მედიის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულება, იქნება ეს მედიის კონტროლის მცდელობა თუ პირიქით მედიის გათავისუფლების პროცესი, ბიძინა ივანიშვილის თანხმობის გარეშე ვერ განხორციელდება. მე ალბათ ერთადერთი ადამიანი ვარ, რომელიც რაღაც საკითხებზე ვაცხადებ ცალსახად, რომ ბიძინა ივანიშვილი არ მიმაჩნია მისი მენტალობიდან და შინაგანი დამოკიდებულებიდან, რომელიც მე ბევრჯერ მომისმენია და მინახავს და ცუდად არ განგოთ, მაგრამ მე არაფერს წარმოადგენს ამისოდ, რომ ივანიშვილს თანამშრომლობის დროს ჩემთან ეთამაშებენ, რომ თავისთავად არავინ ვარ და არაფერს სჭირდებოდა, ხო, რომ რაღაცა პერსონაჟი შეექმნა სპეციალურად ჩემთვის და მე რეალურად სხვა ყოფილიყო. მე ძალიან კარგად ვიცი ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება რუსთავიორის მიმართაც კი და ალბათ არავინ ამიჯერებს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი ძალიან ბევრჯერ შეუქია რუსთავიორის ჟურნალისტები თავისი დიდი ენერგიულობისა და აი კომპრომისობის გამო და მოსულა აღთვალანებული კიდეც ასე ვთქვათ სამსახურში, რომ აი როგორ გამომყვნენ და არ მაცალეს და შეკითხვები დამისვეს და ამას ის ყოველდადებითად დამობდა. მეორე მხრივ რუსთავიორს ის საშიშხარე და არ მიიჩნევდა არასოდეს. იმიტომ რომ რუსთავიორი თავის სამიზნე ჯგუფზე მუშაობს, რომელსაც გინდა კარგი უთხარი ივანიშვილს და გინდა ცუდი უთხარი, მაინც არ უყვართ ივანიშვილი და ანუ თუ არ პარტიის განხილვა განსხვავებული მოძრაობის ამომრჩეველი არ გახდება ქართული ოცნების ამომრჩეველი არც ერთ შემთხვევაში. რუსთავიორის ნაცვლად რომ რაღაცა სხვა ივანიშვილის მაქებარი არხი ჩაურთო ჩუმართო შეაპარო, მაინც არ შეუყვარდებათ ივანიშვილი. პირიქით ის უნდა ხოლმე რაღაც ნეიტრალური არხები რო არიან და ისინი რო რაღაცა უფრო გამოხატავენ კერძო პოლიტიკურ მოტივებს, ის უფრო შეიძლება იყოს საერთო. ამიტომ ჩემთვის მე როგორც გინდა ოპოზიციამ ამტკიცოს, მე ვერ დავიჯერებ იმას, რომ ივანიშვილი რუსთავიორის უკან დგას, მაგრამ რუსთავიორის საქმის. დიახ. მაგრამ აი ქართული ოცნების როგორც ხელისუფლების და მასში ბევრი გავლენიანი ადამიანი არსებობს, რომელიც თავს იმალავს დღეს აი იმათი ინტერესების მიღმა რამდენად არის რუსთავიორი, ამას ვერ გეტყვით. რა ინტერესები შეიძლება ქონდეთ ქართული ოცნების ლიდერებს, თუნდაც
ივანიშვილის გარდა ამ შემთხვევაში ივანიშვილს არ გულისხმობ, რა ინტერესები შეიძლება გქონდეთ კონკრეტულად რუსთავი ორის ძალიან მარტივი ფინანსები, გავლენა, კომუნიკაცია, სამომავლო პერსპექტივები, კონტროლი, ხო, მედია ინსტრუმენტია, ანუ ეს ინსტრუმენტი სამომავლო პერსპექტივებისთვის ჭირდებათ, მომავალში სახელმწიფო საძალაუფლებო მიმართულებისთვის ჭირდებათ. ქართული ოცნება არის პარტია, ხელისუფლება დღეს პარტიაც აღარ არის, იმიტომ რომ ქართული ოცნების პარტიის წევრები, მე ბევრჯერ ვესაუბრე მათ. არის აბსოლუტურად განდევნილი ამ პარტიიდან. ქართული ოცნების პარტია ვერ შედგა. აქ არის იგივე საპარლამენტო არჩევნების დროს გარედან მოყვანილი ადამიანები ჩასმული, რომელიც კორპორატული ერთიანობით თუ პარტიის წევრი არიან, თუ წინა წლებში არ იბრძოლეს, იმ ხელისუფლებას არ ებრძოlen. ასეთი ადამიანები, აი თქვენ ჟურნალისტი ხართ და კითხეთ ძალიან ბევრ პარტიულ ადამიანს და არავინ დაინტერესებულა იმ ადამიანებით, ვინც თავისი სიცოცხლეც უსაფრთხოებად შესწირა. ჩვენ ძალიან ბევრჯერ მოგვისმენია ასეთი ადამიანების პრეტენზიები, რომ ხშირად ქართული ოცნების თუდაც იგივე საპარლამენტო სიებში არიან ადამიანები, რომელთაც პოლიტიკური ბიოგრაფიაც მათთვის უცნობი იყო 2012 წლამდე ან მერე. ამით თქვენ პარტიული ადამიანი გახდა ადამიანი, რომელსაც პარტია არაფერს არ წარმოადგენდა და შეიძლება მან იზრუნოს პარტიაზე. ამიტომ იქ არიან ცალკე ადამიანები მიდიან რატომ? იმიტომ რომ თავისი პირადი ინტერესებს უბრალოდ ქართული ოცნების კვოტა გამოიყენეს, საქმე მაგაშია, თორემ ქართული ოცნების პარტია კი არ აინტერესებდათ. როგორც გარდამავალი ეტაპი გამოიყენეს, გაუჭირდება ქართული ოცნება და ხვალ ნახავთ იქ არაერთ ადამიანს ოპოზიციაში გადასვლა. მედიაზე ზეწოლა, თუ კი ეს მართლაც მოდის ხელისუფლებიდან, მოდი დავიღოთ ეს როგორც სამუშაო ვერსია. მოდის ხელისუფლებიდან, მაგრამ არა ივანიშვილისგან. მოდი დავიღოთ როგორც სამუშაო ვერსია, მოდის ხელისუფლებიდან და არა ივანიშვილისგან. მოდის დაუშვათ მართველი პარტიიდან. რატომ უნდა იყოს ამაში დაინტერესებული მართველი პარტია, როცა ჩვენ ძალიან ბევრჯერ ვნახეთ აი ამ თუნდაც ბოლო 25-30 წლის ისტორიის მანძილზე ძალიან ბევრჯერ ვიარეთ ამ წრეზე, როცა ხელისუფლებისგან ასეთი თამაში ყოველთვის დასრულებულა სუდად პირველ რიგში თავად ხელისუფლებისთვის. რატომ უნდა იყოს ამისთვის? რატომ უნდა იყოს დაინტერესებული? თუ კი ნაციონალური მოძრაობა იყო ხელისუფლება, რომელიც პირადად ჩემთვის ძირითად ასპექტში მიუღებელი იყო, მაგრამ როგორ ვთქვა, კარგი თქვა, მაგრამ აი ეს ღიაობა რომ აი ვინც არ მოსწონდა სააკურზის იდგა და ლანძღავდა რაც საშინელება იყო მაგრამ აი იდგა და ან ვინც არ მოსწონდა მივიდოდნენ და იქვე ანადგურებდნენ ხო დღეს ქართულ ოცნებაში ყველაზე გავლენიანი ადამიანები დამალულები არიან ამიტომ თუ კი წინა ხელისუფლების მიმართ კონკრეტული აქტიურების მიმართ მიდიოდა საზოგადოებრივი რისხვა სააკაშვილის მიმართ წავიდა საზოგადოებრივი რისხვა სიტყვაზე ადაიშვილი მერაბიშვილი ყველა სხვა ადამიანი უგულავა არ უც ყველა ხო ანუ არსებობდნენ აქტიურები მონაწილეები რომლის მიმართაც საზოგადოება მათ წინააღმდეგ დაირაზმა დღეს ასეთი ადამიანები არ ყავს და ქართულმა ოცნებამ ვინ შეასახა ასეთ ადამიანად ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნება ბიძინა ივანიშვილის ხარჯზე იზრდის უსაფრთხოებას ისე რომ ბიძინა ივანიშვილს ქმნის მთავარ მტრად ნელ-ნელა მთლიანი საზოგადოება. თავად ბიძინა ივანიშვილი ამას ვერ ამჩნევს. მაშინ ასეთი კითხვაც დავსვათ. არ ვიცი რა კითხვა. თუ ქართული ოცნება მიზანმიმართულად ცდილობს ყველა ის აგრესია და ყველა ის უკმაყოფილება, რომელიც გროვდება ქართულ საზოგადოებაში, მიმართოს გადამისამართებულია ივანიშვილისკენ, მათ შორის იმ თემებზე, რომელზედაც ყველაფერი რა თქმა უნდა არც, აი შინაგანად დარწმუნებული ვარ, საერთოდ აზრზე არის. ჩვენ ნახეთ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან რამდენიმე მიტინგი, მათ შორის და იგივე ბარსა სამყაროსთან დაზარალებული მოქალაქეების, რომლებსაც სრულად სამართლიანი სოციალური პროტესტი აქვთ, მაგრამ ეს ივანიშვილთან და ბიძინა ივანიშვილი თქვენ როგორ ფიქრობთ ამას ხედავს თუ ვერ ხედავს აი ეს არის საინტერესო არ ვიცი ახლა ამას ცოტა ფილოსოფიურად ვთქვი რომლის პასუხი შეიძლება ესეთ გამოსადეგი არ იყოს ანუ ვამბობ რომ ალბათ აი წამიგე თქვენ რომ წერთ რომანს რომელშიც 6 თვე იმუშავეთ ღამეები ათენეთ და მე აღმოაჩინეთ რომ ცუდი რომანია მისგან წიგნის დაბეჭდვა არ ღირს მაგრამ ვერ ელევით იმიტომ რომ ამაზე იმუშავეთ თქვენ ძალიან ბევრი უკვე რეპუტაციის საკითხიც არის ხო რა გითხრათ აი ეს ცოტა რთული თემა ხა ივანიშვილი რას ფიქრობს მაგას ვერ გეტყვით მაგრამ ფაქტია რომ ეს არის რეალობა რომ ქართული ოცნება პირადად ყველაფერს აკეთებს აიმისად რომ ივანიშვილი დაზარალდეს და ჩემი პირადი გადასახედიდან ნაციონალური მოძრაობა მთელი თავისი განშტოებებით არ არის იმდენად საშიში ივანიშვილისთვის თუ იმდენად მტერი ივანიშვილისთვის როგორც ძალიან ბევრი ქართული ოცნებიდან ისევ მედიის თემას რომ დაუბრუნდეთ ჩვენი დროც ფაქტობრივად იწურება ძალიან საინტერესოა პროგნოზი გასაგებია თქვენი შეფასება იმისა რაც ხდება დღეს და რაც ხდებოდა აქამდე თავშოთ 2015 წლიდან დღემდე მაგრამ როგორი შეიძლება იყოს აი ამ მონაცემებზე დაყრდნობით მომავალი დღეს ძალიან ბევრი ადამიანი ავლებს პარალელს 2006-7 წელსა და 2016-17 წლებს შორის და გვესმის ასეთი შედარებებიც რომ აი ნაციონალურმა მოძრაობამ პირველად სწორედ მაშინ 2007 წელს გაუსინჯა გემო ასე ვთქვათ მედიის კონტროლს და შემდეგ უკვე ვეღარც გაჩერდა იმიტომ რომ შეჯერება შეუძლებელი იყო
ქართულ ოცნებას ჯერ ეს არ გაუკეთებია სიმართლე რომ ვთქვათ, თუმცა ამბობენ იმასაც რომ აქეთკენ შეიძლება წავიდეს პროცესები. როგორ ფიქრობთ, ეყოფა თუ არა დღევანდელ ხელისუფლებას, ან შეიძლება ხელისუფლებას არა, საზოგადოებას მთლიანად მონთასი დავსვათ კითხვა, გაიზარდა თუ არა საზოგადოება უკვე იმდენად რომ აი ისევ არ წავიდეთ იგივე წრეზე და სადღაც გავჩერდეთ და ვთქვათ რომ არა, ეს ჩვენ უკვე ვნახეთ. როდესაც იმის გამო რომ აშკარად მოტივირებული მხარე არსებობს და თუნდაც ყველაზე მიუღებელი ტელეკომპანიის მხარდაჭერა არის ლანძღვისა და გინების თემა, იმიტომ რომ ვერ აცნობიერებენ რომ ტელეკომპანია შეიძლება ისე არ უჭერ მხარს როგორც სხვას ზოგად გარემოს სხვა ტელეკომპანიებს ხომ აი ამ შემთხვევაში ჩანს რომ საზოგადოება მხოლოდ პოლიტიკურ მოტივებზე აგებული, ანუ პარტიულ ემოციებს ატარებენ. პარტიული ემოცია არის, როდესაც თქვათ ქართული ოცნების ხელისუფლების თუ მართველი ძალის შინაარსში და იდეაში რაც შედის იმის იქით რომ არაფერი გინდა დაინახო. მე ვერ გეტყვით რომ 2006-ში მე ვფიქრობ რომ ნაციონალური მოძრაობა მალევე დაიწყო. აი პირველი რაც მე ჩვენა მახსოვს კარგად იბერიას ისტორია გვახსოვს და შეიძლება აქედანაც დავიწყოთ, მაგრამ აი როგორც კი ხელისუფლებაში მოვიდა ნაციონალური მოძრაობა, 2 დღეში შეცვალა პარლამენტში ჟურნალისტებთან ურთიერთობის წესი. თუ კი მანამდე რომელიმე მინისტრს, თქვა შევარდნაძის დროინდელ მინისტრს, გაიკიდებოდა ნებისმიერი ჟურნალისტი, ნაციონალური მოძრაობის დროს უკვე ოთახში ჩამოიტანეს, კარგად გახსოვს და უკრძალეს ზედმეტ პერიმეტრზე ჟურნალისტებს გასვლა, ამიტომ თუ საჭირო იყო ვინმე ჩამოდიოდა და განცხადებას გააკეთებდა და საერთოდ მედიისთვის მთლიანობაში. აი ეს იყო უკვე პირველი ნაბიჯი, ისე როგორც 2016 წლის პერიოდში, აი 2015 შემდეგ შარშან, როდესაც დებატებზე წინასაარჩევნო პერიოდშიც კი ხშირად ვერ ნახავდით ქართული ოცნების წარმომადგენლებს, თქვათ ზოგადი ტიპის დებატებში, მე არ ვთქვათ მაჟორიტართან რომელიც ფორმატი იყო, ზოგადად დებატებში და დღესაც ქართული ოცნება იპოვნო დებატებში თანაც არანაციონალური მოძრაობის წევრთან, აი მაგალითად სხვას დაურდეს. მე მახსოვს 2012-ში, 13-ში დიდ დებატებზე ისხდნენ ქართული ოცნების საპარლამენტო წარმომადგენლობა, აღმასრულებელი წარმომადგენლობა, ექსპერტებთან და პოლიტიკოსებთან და ჩვენ ერთად მსჯელობდით, ეს ძალიან კარგად მახსოვს. ეს საერთოდ გაქრა. ქართული ოცნება მედიასთან არ გამოდის, ან მონოლოგის რეჟიმში გამოდის. როგორც ხედავთ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჯიბეში ჩადების მოტივი ძალიან დიდი არის. ეს იმდენად ცალსახაა, რომ მე არ ვიცი კიდევ ვინმესთვის თუ პარტიის წევრი არა, რომელსაც არ უნდა უბრალოდ სხვა რეალობა დაინახოს. სხვა ნეიტრალური ადამიანი როგორ შეიძლება ვერ ხედავდეს საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესს, ჩემთვის ცოტა გაუგებარი არის. ამიტომ მთელი ეს პროცესი ძალიან კარგად ჩანს. ძალიან მკვეთრად ჩანს, რომ ეს ინტერესი ხელისუფლებას აქვს. ან დაიტაცოს ერთმა გავლენიანმა კლანმა, რუსთავი მეორემ, რაღაცა სხვა, თქვათ, რაღაცა თუნდაც ჰოლდინგი, მერე მიადგნენ TV პიროს იმედია ყველაფერი კარგად იქნება, როგორც იტყვიან ჯვარისწერიათ, მაგრამ მალე გამოდის ინგა გრიგოლია თოქ-შოუთი, რომელიც სავარაუდოდ მწვავე იქნება და მე უკვე ვშიშობ. მე მგონი არ მილაპარაკია ინგასთან, მაგრამ მე მგონი ისიც უკვე შიშობს, რომ არ არის დაუცველი და შეიძლება მასაც რაღაცა მოხდეს ამ შემთხვევაში მის თოქ-შოუსთან თუ იმ ტელეკომპანიასთან მიმართებაში და ყველა სხვა ტელეკომპანიასთან მიმართებაში. არგუმენტების დრო, რომელიც ამ ხრივ ბევრად დაბალანსებული იყო ყოველთვის და არც კრიტიკული იყო ზედმეტად, ესეთი სოლიდური და დაბალანსებული იყო, ხო? ესეც შეიძლება არ მოეწონათ და მოუნდეთ ისეთი წამყვანი, რომელიც მთლიანად პროსახელისუფლებო ან რომელიღაცა კლანის პროპაგანდას წარმოადგენს. ეს ტენდენციები ჩანს. და თუ ეს ჩვენ ასე გავაგრძელებთ დამოკიდებულებას, ბუნებრივია ამ შედეგს აუცილებლად მივიღებთ, იმიტომ რომ 2020 წლისთვის ქართულ ოცნებას ამ ბრენდით, ამ ადამიანური რესურსებით პრაქტიკულად შეუძლებელია მოვიდეს ხელისუფლებაში, ამიტომ მას სჭირდება ბევრად სხვა სივრცე, ბევრად სხვა პლატფორმა, რომელსაც მედია ინსტრუმენტებს აუცილებლად ქვემდებარებენ ან ეცდებიან ამას. იმედი ვიქონიოთ, რომ ამ სცენარით არ განვითარდება, მაინც ვიქონიოთ იმედი, რომ ამ სცენარით არ განვითარდება მოვლენები, რაც შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს, გადაცემის მეორე ბლოკში ამ თემაზე უფრო დეტალურად ვისაუბრებთ. არჩილ გამზარდია იყო ჩვენი სტუმარი. პირველ ბლოკში მაყურებელს შევახსენებ, დაგველოდეთ სოციალური რეკლამის შემდეგ ჩვენ ლაშა ტუღუშთან და ლელა გაფრინდაშვილთან ერთად დაბრუნდებით პირდაპირ ეთერში და როგორც დაგპირდით, ვისაუბრებთ უკვე კონკრეტულად საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე.